აი ამ სანდვიჩებს ჩაგიდებ და შესვენებაზე ჭამე. იცი რა გემრიელია, კიბორჩხალას ხორცით არის. არ უნდა ჩარებადე თვითონ წამოვიდე. კარგი რა ნიკა, იცი ვინ ჭამს ასეთ სანდვიჩებს? ნოვაკ ჯოკოვიჩი. მე ჯოკოვიჩი პირველი ჩოგანია, მე ბოლო. კარგი პროსი მოლაპარაკობ, მოიმზადე, ადი არ დაგაგვიანდეს ჩოგბურთზე. ხო, ნიკა, გუშინ ჩოგბურთის მწვრთნელმა რა გითხრა? რადა ჩოგაზე უკრავ გიტარა არავისა. სულ ყველა დაგყავართ რა ჩოგბურთზე. რატო? არ გამოჩენგან ჩოგბურთელი. არა, რატო? არ მაქვს ჩოგბურთელის ტანი. აბა ვისი ტანი გაქვს? ვისი და ზარმაცის. მოჩი არდი ზემოთ. არ დაგაგვიანდეს ვარჯიშზე, ადი. ხო, კარგი. რამაირი სპორტია რა, სკოლაში სიარული მირჩევნია. ხარ, მე თეკლა მოხოდი. მომიტანე რა გთხოვე? კი, არის მომიტანე. თეკლა, ამდენი რა თმინდოდა? შაი, არ ვიცოდი რომელი გინდოდა და ბევრი წამოგიღე. ხო, რომელი მინდა? შეესაჭმელი ხო არ ჭამა? უყურე შენ როგორ გაუთამამებიათ ეს ჩემს აქ არ ყოფნაში ჩოგბურთზე. ნიკა, მიდი ადი ჩაიცვის მეორე შარვალი თბილი არ შეგცივდეს. ის თბილი გასარეცხია. ხო, კარგი შემეშალა, მესამე ჩაიცვი გრილი. ადი. ხო, დროზე. მე თქო, სამსახურში მივდივარ და უკვე ნერვიულო. რატო ელენე პირველად მიდიხარ თუ რატო? არა, თქო, პირველად უნდა მოვწიო და თავბრუ რომ დამეხვეს. ისე ლაშა სად არის? ლაშა ბარშია. თქო, ლაშას ისეთი დეპრესია აქვს ამ მუშევრობის გამო, რომ წარმოგიდგენია ჩემი გაკეთებული სალათი შეჭამა და ხმაც კი არა მოუხდა. მე რატომ მიყურებ ეგეთი თვალებით? გეცოდები ხომ? არა, ლაშა, რა გჭირს შესაძლოა? ტათია. პატარა კანკია რა მოხდება? იქ შენ მაინც გაამხიარო ლაშა, თორემ მე მგონი დეპრესიაში არის. მე შეგას მიკეთე, ვერ გაამხიარო. ის როგორ ვიცადე? რაც შემიკვეთა ზუსტად ის მიუტანე. მიფიქრე გავამხიარულებ ექი, მაგრამ ხმა არა მოუღია. ой, სად შეგიკვეთა ზუსტად ის მიუტანე და რეაქცია არ ქონდა? არა. ეს მე მგონი მართლა სუდათა. მისწავი. კლიენტს მიხედი. როგორ ახარ ლაშა, როგორ ხარ ბიჭო? როგორ გამიხარდა ბარში რო ნახე ეგრე? აბა რა ლაშა, გავატარო დრო, ვიმხიარულო, დავლეო ცოტა, გავერთო, როგორ ხარ? რაღაც ამოიე ხმა ლაშა. გეტყობა ძალიან კარგად ხარ, ხო? ხო. დამცინი ხო? სამსახური არა მაქვს. არავის მიავჭირდები. დამთავრდა ყველაფერი, ბატონო, დამთავრდა. კარგი ლაშა, რა დამთავრდა? ეგრეც არ შეიძლება ეხლა. გაზაფხული მოვიდა ლაშა, გაზაფხული მოვიდა, მშვენიერი ამინდია. აბა, რა ლამაზია ბუნება გაიხედე, რა ლამაზია გარემო და რა ლამაზი ვარ მეც.
მე რამდენად უნდა დამემართოს ასე პაატა? მე რამდენად რა, ერთხელ იყო შენი დავახო კლინიკა რო დაიხურა, მანამდე ერთი იყო სამსახურდა რო გამოგიშვეს, მე ერთი ვაკანსია რო იყო და შენ რომ მიხვედე შენს გარდა ყველა რო აიყვანეს, ეგ იყო, კიდე ერთი იყო რაღაცა პატარა ბიზნესი რო წამოიწყე და რო ჩაიშალა, რა ვიცი, 6 მე ვიცი და დანარჩენი რა ვიცი. კარგი ისევ თქვი მე ისე უბრალოდ და მაგის გახსენება კი არ მინდოდა. კარგი ხო ლაშა, კარგი ხო. კარგი არ შეიძლება ლაშა ეხლა. მოდი იცი რა კიდე რა გააკეთე შენ? აბა შენ ეხლა გაიხსენე ყველაზე მაგარი დღე შენ ცხოვრებაში ლაშა. აი მაგალითად ბავშვი რო შეგეძინა ლაშა. გამახსენდა. რა მე მაშინ სამსახური მქონდა მე. მაშინ უკვე თავ დამცინი ხო? დამცინი. იცი რომ სამსახური არა მაქვს, ფული არა მაქვს, რა შეუკვეთა? ვერაფერსაც ვეღარ შეუკვეთა. არა, შენთვის არ მithქვამს. პაატას უთხარი. პაატას უთხარი. იცი რომ სამსახური არა მაქვს, ფული არა მაქვს და პაატას ხარჯზე გინდა ვიყო, ხო? თათია, კარგი, წადი და ყველაზე მაგარი სასმელი რაც გაქვს, ის მოგვიტანე, ლაშა უნდა გამოაფხიზლო, ხო, უნდა გამოაფხიზლო, აბა. ეს ლაპარაკობ რა. არა, ძალიან ცუდი ადამიანი ვარ. მე არავის არ უნდა უყვარდე, არ ჩემ შვილებს უნდა უყვარდე, არ ჩემ დიშულს უნდა უყვარდე, არც ჩემ დას უნდა უყვარდე, არც თქვენ არ უნდა გიყვარდე. არ ინერვიულო ლაშა, მე არ მიყვარხარ. ერთი ბიჭი გავიცანი ანტონიო. სკაიფში. ანტონიო ნიკი რა ქვია? ნიკი არა, ელენე, ანტონიო კოპოლა. იტალიელი. ისეთი კარგი ბიჭი, ისეთი წერილებს მწერს ხოლმე ხო და მამაჩემთან ვერ ველაპარაკე და აქ მოვედი სკაიფში მელოდება და სად არის? აი, თეკლა და სურათი გაქვს და სიმპათიურია. ელენე, იცი რა არის? ჩვენ შევფავდით რომ ერთმანეთს ფოტოებს არ გავუგზავნით, მაგრამ აშკარად სიმპათიური ბიჭია. რა იცი? აი, ისე სწრაფად წერს, ელენე, დარწმუნებული ვარ, ესეთი ძლიერი და ლამაზი თითები ექნება და ძლიერი თითები, ესე იგი, ძლიერი მკლავებიც, ძლიერი მკლავებზე მამაკაცური მხრები კი ისერი ლამაზი სახე და მწვანე თვალები. ინტერნეტი არ არის, ელენე? არ ვიცი, შეიძლება გათიშეს. აი, მე არა და მელოდება ანტონიო მოიცა და დავრეკავა, გავარკვევ. ნიკა, ჩამოდი გელოდები. ვერ ვიპოვე ის შარვალი. ხო გითხარი მეორე თბილი ჩაიცვით ხო? მე ხო გითხარი ის თბილი გახარაცხია თქო. მაშინ რაც გაცვია ის გეცვათ და ჩამოდი. ის უკვე გავიხადე. აი მე ნიკა. სანაირად მაქვს ამ ოპერატორს. სერვისის გაუმჯობესების მისგან თქვენი საუბარი იწერება. რა? ამჯერად ყველა ოპერატორი დაკავებულია, გთხოვთ დაელოდოთ. თქვენ ხართ რიგით 380 და მე 17. ვაი. დები მაქვს რა. მადლობთ თუ მოწმინებისთვის მადლობას მიხდით, მადლობთ. ერთი წუთი მოდი გეხვეწები საქმეს მიხედებით. კარგი, დიდი მადლობა. ლაშა, ხა ერთის მოვიტანე, გავლიოთ, მოდი ეხლა, აბა. წავიდა. ეხლა მომისმინე ლაშა. მოდი, ამ ჭიქით გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას ლაშა. გამომართვი ჭიქა. ჭიქა გამომართვი ჭიქა ლაშა. ლაშა ჭიქა გამომართვი გეუბნები. გამომართვი ეგრე. გამომართვი ჭიქა. გაუმარჯოს ჩვენ მეგობრობას. აი, ერთმანეთს რო ესე გვერდში უდგევართ, გაჭირვებაა თუ ართალი ხარ. გაჭირვებული ვარ და უმწეო მე. გაუმარჯოს ლაშა, გაუმარჯოს. გაუმარჯოს რა. გაუმარჯოს. დალი ეხლა მიდი. დალი ეხლა მიდი. რა გიდა ხო გამოგაფხიზ
ხა? კი. ცოტა მომეშვა პაატა, მადლობა რომ ესე ზრუნავ ჩემზე. კარგი ადამიანი ხარ შენ. რას ლაპარაკობ ლაშა? როგორ გეკეთება? მოდი დავლიოთ ერთი, კიდე დავლიოთ ერთი. მოდი, გაუმარჯოს ჩვენ კარგ მომავალს გაუმარჯოს. გამომართვიეს ჭიქა? რომელიც მე არ მაქვს პაატა. ანუ შენ გაგიმარჯოს. შენ სადღირჯულოს ვამობ, შენ გაგიმარჯოს პაატა. აჰა, გაგიმარჯოს. კარგი ლაშა, კარგი რა მოგივიდა ეხლა ეგრეს არ შეიძლება ლაშა. ცოტა შენ თვითონ უნდა შემოუწახო და უნდა იმას ნაბა ეგრე კი არ გამოი დეპრესიაში თუ ჩავარდი და ფარხმალი თუ დაყარე აგასოს მე რა დამემართა ლაშა მე რომ დამსახური რომ დავყარგე აგასო შენ მე რა დამემართა ლაშა აჰა გედიმაში ეს პესიმისტურად კი არ ვიყავი განწყობილი მე რა მოხდა დავყარგე სამსახური დავყარგე ჩავიკეტე სახში დავიწყე სმა გავლოთდი ხო გავლოთდი მე რა ყველა ზურგი შემაქცია მე შევაქციე კარგთან ურთიერთობა აღარ შემეძლო არ გამომდიოდა არავინ ხმას სამცენდა ხო წამიყვანეს ექიმება საავადმყოფოში მიმკურნალეს იქ ფეხზე დამაყენეს აბა დათვერი პაატა აბა წავედი. მოიცა საწახოდი ერთი წუთი მომისმინე ახლა. მე ველოსიპედი თორ მოსული და შვენიერი ამიდე გაზაფხულია და გაადექი და გაისერდე შენ ველოსიპედი შენ თვითონ თუ ვერ გაატარებ და შენ საჭის ხილს მოვკიდებ მე თვითონ და რიგი. რა გინდა რაშა? არა პაატა იყოს მე ველოსიპედი ასახში ავალ რაღაც ხიარულ ფილმს ვუყურებ იქ ხიარულ რას ლაპარ გაუმართვით რას ლაპარ ამ ხიარულ შეიძლება შენთვის ახლა ხიარული ფილმი გინდა ეხლა შენ უყურო ტელევიზორში ვიღაცა რა ქვია ამერიკელები რა ბედნიერად ცხოვრობენ არა ლაშა ეგრე არ გამოვა შენ ახლა უფრო უნდა მიაწვე ამ ფსიქოლოგიურ დრამასთან ტრაგედიას და მე მიხვდები რა ბედნიერად ცხოვრობ თურმე შენ აბა მიდი დალიე მიდი არ შეიძლება რა არის ვერ გავი ლაშა კარგი წავედი ხა და როგორც დაგარიგე იცოდე ესე მოიქესი პაატა შენ ის ძალიან მთვრალი ხარ და ამ ველოსიპედით წასვლას იქნებ ფეხით წახვი აბა რას არ მინდა ეხლა რა ფეხით წავინა არაფერი ველოსიპედი წავ ველოსიპედი ხო ველოსიპედი წავ და კიდე ის მოწინში შემოვიდა გამარჯობა გოგოებო უი ელენე შენ ეგრე მინდა რა უნდა მინდოდეს მოწევა ელენე ეტევი კი საფრანგეთში რომ ცხოვრობდი იქ დავიწყე მოწევა მე რომ ჩამოვედი თავი დავენებე და აი ახლა ისევ დავიწყე გიჟდები პარიზში მოწევა გიჟდები სიგარეტები ეიფელს ეთერიგე სიგარეტი არ არსებობს არა ეიფელს ამყიდულობდი თქო სიგარეტს თორე სიგარეტს ერქვა არა სენა არ არსებობს როგორ არ არსებობს მდინარეა პარიზში მე სიგარეტზე გელაპარაკები სიგარეტი ბონაპარტი მახსოვს კი მახსოვს იაფასიანი სიგარეტი იყო და მუშები ეწეოდა ბოლოს როგორ გამოასწორეს იცი მადლობა ესე იგი სულ რაღაც ემართება ამ სანთებელას გოგოებო მოდით სამსახურის საქმეზე ვილაპარაკოთ არა ვითარ შემთხვევაში მე და ლალიმ გადავწყვეტეთ რომ სიგარეტის მოწევის დროს უნდა დავისვენოთ და ვისიამოვნოთ გოგოებო მოდით დავენებოთ მოწევას თავი არა ვითარ შემთხვევაში რამდენჯერაც სადი იმდენჯერ არაფერი მე არ გამომივიდა მეც ზუსტად რამოდენიმეჯერ სადა ერთად გამოგვივა ერთად აი წარმოიდგინეთ ვაწარმოოთ კალენდარი ყოველ უსიგარეტოდ გატარებულ დღეზე ერთმანეთს ვაჩუქოთ საჩუქარი ისე არ არის ეს ცუდი იდეა მოდით ვცადოთ ვცადოთ აბა ვცადოთ
გეხოვრე გიშდები ქალბატონი ესეთი უმოწმე ვერასოდეს ვერ დავანებებ თავს ვერცმე ვერცმე ვერა იყოს ჯერ ესე მოვწევ და მერე მოვუკიდე არა გამარჯობა ბატონო ფრიდონ. გამარჯობა. დალაპარაკება მინდა თქვენთან და ხსავიათ. არა, მეშქარება თუ რამის მაგინდა სწრაფად მითხარით. მე საერთოდ ნელა ვლაპარაკობდა. თუ გნებოთ თქვენ მიპასუხეთ სწრაფად. ეხლა დენის გადასახადი მოგივიდათ 300 ლარი. მართლა? დიახ. რა ამბავია 300 ლარი? რა ამბავია ეს? გავარკვევიანის. არ არის საჭირო გარკვევა შემთხვევით თქვენს ხაზზე ჩემი რეზონანსული ჰიდროტურბინა შევაერთე და ალბათ მაგიტომ. ტურბინა. და მე უნდა გადავიხადო? აბა ესე დენს გაგიქშავ. და შენ არ გადაიხდი? აბა მე როგორ ბატონო ფრიდონა, მე ხო არ ვიცი ჩემი რამდენია და თქვენი რამდენია. ისე თუ გნებავთ თქვენ სპექტაკლზე ერთ ბილეთს ვიყიდე. არა, მაგრამ ძალიან მიჩვენება სპექტაკლზე და მე ვილაპარაკოთ. და რა სპექტაკლია? ვიტალი კაიშაურის ტრიუმფალური სვლა. ეს ის ხო არ არის მოხუც ქალს რო ახალგაზრდა მევიოლინე შეუყვარდება. არა, ეგ არის მოხუცი ქალი და ახალგაზრდა მევიოლინე, ეს სხვა. არ გითხო, როგორც ხდება მართლა გეჩქარებად და მაშინ წყლის თაობაზე მე დაგილაპარაკებით. მოიცა წყალზე რა ხდება? რეზონანსული ჰიდროტურბინით ხო გითხარით? ჰიდრო ხო რეზონანს ხალს ნიშნავს. ვიცი? ხო და აი. მე სწავლა მაშინ და სტურველი დავილაპარაკები გაზზე. ოი თქვენთან მომდიოდი სერიოზულად უნდა დაგელაპარაკოთ ლიფტის თაობას. რა სერიოზულად? თეატრში მეჩქარება. ერთი წუთით. ესე იგი თქვენი აზრით ლიფტი არ არის სერიოზული და თეატრია სერიოზული? დიახ. ბატონო ფრიდონ, ჩვენ ლიფტში უფრო მეტი ხალხი დადის ვიდრე თქვენს თეატრში. სასაცილოა ძალიან. სხვათა შორის რაცა გადმოხველით, არც ერთხელ არ გადაგიხდიათ ფული. ლიფტის და დღეს არის ბოლო დღე და აუცილებლად უნდა გადაიხადოთ. კარგით. გადავიხდი, აუცილებლად გადავიხდი ხომ ის ბინის ქირას ვიხდი და უნდა მადროვოთ. იცნობთ კარგად მსახიობებს დაიწყო ახლა სპექტაკლი. ვიცი სუწუწურეთ, ფული არ გვაქვს. ხელფას ხო იღებთ. და სხვათა შორის თანხას გირიცხავს კიდევ ის. ვინც? იცით თქვენ ვინც? არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი, დაიცინათ რომ მოვიდეს. გადასახადი უნდა გადაიხადოთ. კარგი, მაშინ საღამომდე უნდა მადროვოთ. საღამომდე ხო და სპექტაკლიდან თანხა შემოვა და გადავიხდი, ხო? და რომელ თეატრში თამაშობთ? ნუ თუ ვიცით პლატოს მოზარდ მაყურებელთა თეატრია. პატარა თეატრია და იმის მცირე დარბაზში. და რა როლი გააქვთ? გოდერძი ჯორჯიაშვილის. აი, რა ჯორჯიაშვილი ბებიაჩემი ხო ფაცია. და მეაკიდეცება და არ მიდის. მივაჭირე და რა ვიცი ხა. როგორ წავა არ გადაგიხდიათ ფულ და გავიჭედეთ ახლა. ვიჩვენე. რა ხედა. უკვე 29 ვარ, დიდი მადლობა კომპიუტერულ ხმალ. მადლობა. ვაშაბიძე კიდეც 400-ზეა? ზის და მთელი დღე ტელევიზორს უყურებს. და ტელევიზორი ჩავართოთ უფრო არ გამხიარდება. ბატონო, აი მე 25 ვარ უკვე ნიკა. კარგია. ვაშაბიძე გინდა გაგამხიარებო. მიდი აბა. ჩოგბურთის მწვრთნელმა მითხრა თუ ასე გააგრძელეთ, გოგორთან ერთად გავარჯიშებ, ხო მაგარია? გოგოებთან ერთად. არა, კარგი იყო, მე გავმხიარული. თეკლა, წყალი მომიტანე რა. აი ინტერნეტს ჩავართვევინე და მოგიტან. რამდენი ხარ რიგში? მე 20 უკვე. კარგი იყოს, მაშინ დავიხჩობი. ვაი ნიკა მე 18 ვარ უკვე.
რა კარგია. ვაშავიძია, ირა გამოცანას გეყვა თუ გამოჩნო. ადამიანის ტანი აქვს და ტელეფონის თავი. ვინ არის? თეკლაფონი? ტელეფონი მაგარია, გამოიცანი. აი, ნავაშა მე 12 ვარ უკვე. ნიკა, შემოდი, არ გაქცივდე, შემოდი სახლში. მამა ჩემს ოდები უნდა წამიყვანოს და არ მინდა დაასიგნალოს. ისეთი სასაცილო ხმა აქვს, რომ ლევანიკო დამცინის ხოლმე. აი, მომასწრო. წავედი. აი, მე მამა შენს უთხარი რომ მეცხრე ვარ, ნიკა. ხო, ტიანად იყავი ნიკა. თეკლა ეგ ხელი რო არ დაგეღალოს, იქნებ ყურმილის კოჩით მიიწებო, ჰა? აი, კარგ ხასიათზე რო ვიყო, გავიცინებდი. ლაშაბიძია, ფრიდონა და ქაქანა ნუ არიან, გაჭედილები ლიფტში და გამოიყვანე. მე კიდე წავედი. ისევ კიბეებით უნდა წავიდე და მე გამოვიყვანო? აბა მე მეხუთე ვარ უკვე და. სად არის ის ალუმინის სახაზავი? ფრიდონიდან უნდა გამოვიყვანო ლიფტიდან რა. თუ არ გამოვიყვანო და ორი სამუშაო ადგილი გათავისუფლდება. მაგრამ რა არის მე აბა მსახიობობის ნიჭი არ მაქვს და ამ კორპუსის თავმჯდომარეობას ისე უმუშევრობა მისჩემი. სად არის? ლაშა. სახში ხარ. საავადმყოფოდან დამირეკეს ქუჩაში პალატას მანქანა დაჯახები. რას ლაპარაკობ? აბა, როდის? არ ვიცი, ნახევარი საათის წინ დამიძახეს, დამირეკეს და სასწრაფოთი მიუყვანეს. რას ლაპარაკობ? წავედი. მეორე ვარ უკვე კიდე. მოიცადე. ისა, რა მე მისმენთ? არაფერი არ უნდა მეთქვა, ისე გირეკავდით. პალატა ლაშა, რატი რომ ტელეფონში ელაპარაკებოდა ვიღაცას, ის იყო ექიმი? არა, ის ექთანია, ექიმი აქ შემოვა და აქ დაგველაპარაკება. არა, როგორ მოახერხა ამ ადამიანმა ავარიაში მოყოლა ერთი გამაგები. ვაიმე მარჯვენა პროფილი ხომ არ დაიზიანა ნეტა. სისულელებს ლაპარაკობ, ხო რა ვიცი. არა, გავგიჟდები რა, გავგიჟდები, რომ დაგიხარ, გაიხედე, გამოიხედე რა, რანაირად მოახერხა არ ვიცი. ისეთი პერანგები ეცვა ლაშა, პატას შეიძლება ვიღაცამ ძალით დაარტყა. ველაპარაკე ირინას. ერთანს ველაპარაკე. ვეშავრა ქვია, ველოსიპედზე იჯდაო, ჩაეძინაო და სასწრაფოს მანქანამ დაარტყაო. სასწრაფოს მანქანამ და? კიდევ კარგი სასწრაფოს მანქანა ახლოს იყო? გამარჯობა. გამარჯობა ექიმო. პატა ფერაძესთან თუ მძალდები? კი, ჩვენ ვართ. უგაცნობთ, გადარჩება? კი, გადარჩება. და ის ლაპარაკს ხომ შეძლებს? რა თქმა უნდა შეძლებს. ისევ ისეთი სისულელები უნდა ილაპარაკოს? ვერ გეტყვით. მე მგონი გადავჭით. თქვენ ოჯახის წევრები მძალდები? არა. თქვენ ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი? არა, მე მდგმური ვარ. აბა ისე ჩემი დაქალის მეზობელია პატა. მე ვარ, მეგობარი ვარ, მე დაგელაპარაკებ. თქვენ აქ მუშაობთ ხო ექიმო? არა, მეც ექიმი ვარ, სტომატოლოგი ვარ, მე რა მაინტერესებს ახლა? რამე ვაკანსია ხო არა გაქვთ? მე მაქვს ერთი შეკითხვა, თქვენთან აქ შენობაში Wi-Fi თუ არის, წერილი მაქვს გასაგზავნი. მე არ გამითვალები. მდგომარეობა არც ისე კარგია. ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს. ყველაფერი გითხარით არ დაგვიმალოთ ექიმო? არა, არ დაგიმალოთ. პაციენტს აქვს მრავლობითი მოტეხილობა და საქმე გვაქვს თრომბოემბოლიასთან. ეგ კარგია ხო? სამწუხაროდ არა. არა. პაციენტის მდგომარეობა ისეთი მძიმეა, რომ მან შეიძლება ფეხი დაკარგოს. რა? ეხლა პაციენტი რეანიმაციაშია.
მალე პალატაში გადმოვიყვანთ და ჩვენ ვალდებულები ვართ მას ყველაფერი უთხრათ. ექიმო, ისიც რა არის? პატა ცოტა ესეთი ემოციური ბიჭია და თქვენ რო უთხრათ შეიძლება რაღაცა სხვანაირად, ჩვენ რო უთხრათ შეიძლება? კი ბატონო, უთხარით, დამალვას აზრი არ აქვს. ეხლა წავედი და პაციენტს უნდა მივხედო. კი, ბატონო. კი, მადლობა. ისე ამ ლიფტში რომ შემოხვალ, თან უნდა გქონდეს კანჩი, მანჩი, სახრახნისი, მახრახნისი, ბრტყელტუჩა და ბრტყელტუჩა. აიმე, ვიშველეთ, გაგვიღეთ, გამოგვიშვით. რა გაყვირებ, თავგადონო? გამაყოლებს და იქნებ ვინმე გაიგოს და გამოგვიშვას. ო, თქვენ ხმას რომ გაიგონები, არავინ არ გამოვაგარეთ, ჩვენი ეხმაკო. ოხ, ნიკა, ეთყობა არ უთხრა ლაშას, თორე ხომ მოვიდა და ხო გამომიშვებდა აქედან. ვაიმე, ერთი თვია დავპირდით ხლაფს გაჭმევ მეთქი, მაგრამ რო გავალთ ხლაფს კი არაფერს აწარმოებდა. აიმე, დღესდღეობით ვავდეთი ჩამჩა გამივარდა ხელი და ვიფიქრე ნეტა რასურა ნიშნავდა ესე ჩამჩი ზავარდა მე რიჭი მივხვდი გულმა მიგზო რაღაცა წუს ნიშნავდა, მაგრამ აი მივხვდი. ჩამჩი ზავარდა თურმე ნიშნავს ლიფტში გაჭედვას. მე ჩემი ნახო, მე მგონი არ ჩემი ამიტეს. არა და რეკავენ მობილური გათიშული მაქვს, რა უთხრა ახლა იმას, რანაირად რა უთხრა რა. უთხართ რომ ლიფტში გაიჭედეთ. ეგეც მართალია ხო? ეგეც მართალია კი რა ეგ არის მართალი. დათამაშები და ერთი ლიფტი ორის როლი არა გაც დათამაშები. ხება გამოგიყვანოთ აქედან. ლიფტი ორის როლი არ ამაქვს დათამაშები. ერთადერთი რაც ლიფტში ჩარჩენას მაგონებს ის არის რომ ერთხელ როლში ჩავჭი. ვერაფრით ვერ გამოვდიოდი. მე? სლივს გამომიყვანეს. აბა? აიმე. ვაცა ხმარი. აიმე, ლევანიკო, სტულობის ბავში. ლევანიკო, მოდი გენაცვალე, მოდი არ გიჩხუბები, მოდი. მოდი, აი მოგცემ ხა მობილურს. და მიეცი, ებზერბიტიკოს დაურეკე და უთხარი რა ქავარ გაჭედით. ლევანიკო, სად მიდიხარ? ოხა, მაიმუნ, სად მიდიხარ, ლევანიკო? ოხ, გამოვა და ნახურებ დაგიწელა ეს დაწელილი ყურები გაქვს. ეს ემზარი არ მოგძებნით სახში რომ ამეხვალ. სხვათა შორის, ჩემი ემზარი არ არის სახლში. სხვებისგან განსხვავებით, უსაქმური არ არის, ტოტალიზატორშია საქმეზე. ერთხელ მე და ემზარი ლიფტში გავიჭედეთ და მაშინ ახალგაზრდები ვიყავით. მიშველეთ. ესე იგი ექიმო გადარჩები კარგად იქნები ხო თუ? გადარჩები ბატონო, გადარჩები. ბედი მაქო შენ უნდა თქვა. რატო? გაგიმართლა. გერმანიიდან პროფესორია ჩამოსული და ოპერაციას ის გაიკეთებს. უი, რა კარგია ხო? ისა, შენ გადარჩები და შენი ფეხი. უი, რა კარგია, სურა ექიმო, დიდი მადლობა. სურა ექიმო, რა უნდა გითხრათ ისი? მაინც ხა იმ გერმანელ პროფესორს ნუ ეტყვით რომ ბაბუაჩე მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, თორე არ გადაიფიქროს მაინც. კარგი არ ვეტყვი. შენ ხა დაისვენი. კარგი. ისა, რა კარგია სურა ექიმო, ფეხს რო არ მომაჭრით. კარგი ფეხია, მიყვარს მე. ეხლა მე გავა, შენ მეგობრებს ვეტყვი ამ ახალ ამბავს, რომ ფეხს არ გაჭრიან, თორემ ცოდოები არიან ნერვიული. კარგი. სურა ექიმო, ბატონო, რა უნდა გითხრა ერთი რაღაცა რომ თქო შეიძლება? კი ბატონო. მოდი თქვენ არ უთხრათ ხო? რო შემოვლეთ ჩემთან სანახავად მე თვითონ ვეტყვი. თან ცოტა გამხიარულდები რა, ჰა? ხო შეიძლება? კი ბატონო, შემთხარი. ოღონდ გულიც არ გაუხეთ. არა, თვითონ ძინა ხუთხარით რომ. კარგი, აბა მადლობა. კარგი. ძინავს. ხო ექიმა მითხრა რომ გითხრა რომ მალე გაიღვიძებს, შედით და გაიღვიძებს. ვინმე საწყალი რა. საწყალი გუშინ ახალი ბოტასები იყიდა. ახლა უნდა ამას სირბილი რა. აბარა, რამდენჯერ უთხარი, რომ გადადიხარ, ამ გადაწყვეტაზე 1000 თვალი და 1000 ყური გჭირდება. სამი ფეხი. ერთი რომ დაკარგო. რა ვიცი მე ისულები. მე როგორ უნდა უთხრეთ პაატას რომ ფეხი აღარ ექნება.
რა ვიცი ადრე ხო გქონდა კარგი მარჯვენა პროფილი თქო ახლა კარგი მარჯვენა მხარი გექნება მარტო მარცხენა საერთოდ აღარ თქო რა ვიცი რაღაცნაირად უნდა უთხრა და რანაირად არ ვიცი ეს შეგეძასთან არც საჭმელი აქ არც ასველი ცოტა ხანში აღარც ფეხი იღანე ირინას ველაპარაკე ერთას ველაპარაკე ასე მითხრა ხაში ამოუტანეთ ძლებს ამაგრებს ხო კარგი რა ხო ხაში ძლებს ამაგრებს და გუფთას ფეხი ამოყავს კარგი თუ ძმათა რა აი სადავარ ვინა ხარ სადავარ მე ვარ ლაშა თეკლა აგერ ელენე როგორ ხართ როგორ რა ვიცი ჩვენ არ აგვიშავს გაიგეთ ხო ავარიაში რომ მოყევი ხო კი გავიგეთ კი გაუ მე რა სიძახიან როგორ ვიქნები ხა არაფერი პატარა ნაკაწრი გაქვს აი აქ და მალე გაგივლის მასლა უი რა კარგი ლაშა ხო ლაშა რაღაცა გამოყუჩებელი გამიკეთე ხო და ფეხს საერთოდ ვეგრძნობ ლაშა კარგი გამოყუჩებლები აქვს აქ აქვს გადასარევი გამოყუჩებლები ვეგრძნობ კი არა ზოგი საერთოდ ამ გამოყუჩებელს რო უკეთებენ ვეგრძნობს კი არა ვერ შეხედავთ ფეხს ისეთი გამოყუჩებლები აქვს აქ გადასარევი უყურებერა სად არის არა ატა როგორ დაგემართა ეს როგორ დამემართა ელენე და ვიდიოდი ველოსიპედით ვიდიოდი და უცბად დავინახე მოდი სასწრაფოს მაქარა მოდი სასწრაფოს მაქარა მიახლოვე თან ესეთი ხმა მე აქედა რიგი ელენა ხო მიახლოვდება რიგი არ არის ჩემი ბრალი ხალხო რატო არ გჯერათ ვერ გავიგე ირინამ რო სხვანაირად მითხრა ერთთანმა არ ვიცი მე ირინა ერთთანმა რა გითხრა ჩაეძინაო რატი მომისმინე ერთი წუთი შეკაი ადამიანო ვიღაცა მოდიხარ მანქანით ფხიზელი ხედავ რომ ადამიანი ზის ველოსიპედზე და ძინავს აუქცია რა გვერდი არ შეიძლება აუქცია რა ჩემი ბრალია მითხარი ერთი ვერ გავიგე არა რა ნამდვილად მარცხენა ფეხზე ავდექი დღეს დილით რა არა უშავს პატა ამის მერე სულ მარჯვენა ფეხზე არის კუას არ ვიცი რა აქედან რო გავალ საერთოდ დედას ფიცავარ ტრანსპორტს თუ გავეკარო საერთოდ სულ ფეხით უნდა ვიარო ხოლმე ხო ფეხით ივლი და არა ფეხებით რა სიძახია ხალხო ბოლო როგორ ვიქნები რაღაცა მითხარით ექიმა რა თქვა კაცო აიო ლაშა ელაპარაკა ექიმს და გითხე მე გავალ ირინასთან ექტორთან გავალ სავინად გავიგებ რაღაცა ლაშა რა სიძახიან აბა როგორ რა სიძახიან ექიმები და ოიმე ხანსად გავკრავ ხოლმე აფერს ხანსად გავკრავ ისე მიშლის ნერვებში ნეტა საერთოდ არ მქონდა შერახა მოგი ხო რა გამომივიდა ვაშა მეტყვი თუ არა ბოლოს და ბოლოს კაცო როგორ ვიქნები მითხარი რა ფერზე რა იქნება როგორ იქნება ვაიმე პატა ნახე რა კარგი ამინდია ვაიმე აგერ გაზაფხული მოვიდა რა ლამაზია ბუნება რა ლამაზია ეს გარემო ლამაზი ხარ შენც ლაშა მე ხო იცი როგორ მიყვარს გაზაფხული აქედან რო გავალ ლაშა იცი რას ვიძავ წავალ ბაბუასთან ხარაგაულში ხო და ჩავალ ხარაგაულში და ბავშვობას გავიხსენებ ვისეირნებ ცოტას გავერთობი იცი რას ვიძავ ელენე თეკლა ახალ ამოსულ ნამიან ბალახზე ხო სულ ფეხში შელმა უნდა ვიერბინო ტყაპად ხუპით ხო ალბათ უფრო ტყაპით არ ვიცი თქვენ სამოდით ხალხო ჩავიდეთ მამია ბაბუა ისე სუფრას გაგვაშლის ისე გაგვასუქებს ისეთი მოსუქებულები ჩამოვალთ იქიდან ხო წავოხვათ ხო თან შენ აქედან რო გაგწერენ საგზნობლად იქნები წონაში დაკლებული პატა ბოლო ეხლა ვერ გავიგე მეტყვის თუ არა რა თქვა ექიმა ჰა
ბატა, გინდა ჩავიდე მაღაზიაში ამოგიტან რამე ხაშს მაგალითად. არ მინდა ლაშა მერიდება. რატო რო გერიდება ბატა? ნუ გერიდება. ამის მერე მაინც ჩვენ მოსატანი იქნება ყველა. ბატა, ჩვენ გვერდში ამოგიდგებით. მარცხნიდან. რაკენი უთხარით? არა, ჯერ ვერა, ეგთან რა თქვა? რა, როაზე თავისუფლები მე შეგხვდები. ისა უთხარითო, თორე ექიმი ამოვა და მაინც ეთქვის. ხოდა ხალხო რა სიძახის ეს ექიმი კაცო რა დამტანჯეთ ვერ გავიგე ისედაც უნდა თორე მითხარით რაღაც არის მითხარით არის მითხარით აი მე ვეტყვი მოდი მოდი ბატა არც ისე კარგად არის საქმე რა ხდება ექიმმა თქვა რომ შემიძლია კაცო ვერ ვეტყვი მე ვეტყვი ბატა შენ ხარ ვაშკაცი ბიჭი აბარა მაგრად უნდა დადგე ყარად უნდა დაიფიცერო აი მაგრად დადგები ბატა გეფიცები რატი სანამ ორ ფეხზე ვდგავარ მაგრად დავდგები რატი გეფიცები ვერ ხო ვაშკაცი სანამ ორ ფეხზე ვდგავ ბატა ასე მოგწონს ბატა შემოსული ყველაფერი კარგად იქნება ფეხს არ მოგაჭრდო ჩამოუვიდოდი მე კალავინას ვეთქვი ეს ექთას ვეთქვი გაუხარდებ არაჭრიანი რა გითხარი შენ კარგი რა პატა რა კარგი რა უნდა დაგვიხეთო გული მაინც და მაინც ესა ხო ველა რასაკეთე დაიყო შენ აი ფიქრ მართლა რომ მოეჭათ ფეხი რა ეგრე შევეგუებოდი და ეგრე დავეცემოდი ეხლა თუ რას ფიქრობ შენ წაგიგე დავდებოდი ესე ავდგებოდი იცი რას ვისწავდი თუ თიყოს ვიყიდი შემოვისწავდი მხარზე ავაშენებდი ხის გემს და მეკომრეობას დავიწყებდი აბა ხო ისევ შოკი რა შუაში ელენა აბა საშ ხوار დავიდებოდი უსაკურად მოთხე ხო არა ვარ აუ მე ვარ უსაქმური გემი ავაშენო ვითო ხო ააშენე ხის გემი ააშენე და რომ მორჩენ მერე ჩადი და მაწვენ და პუნქტუშა ამომიტარე იბჟანდი შავბატონო მადლობთ აი მე რა კარგია რომ გამოვიშვით რა იცი საქმე ხარჯა არ ვიცოდი ლიფში მინდა შესვლა თქვენდა მაინც მოგება წავალი ხა ლაშაზე ბეჭყობები როგორ მიმატოვა როგორ არ არის ლაში საფშხალო და სად არის სად არის და პატა ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში წავიდა ყველა ვაიმე როდის სად ეს და სად არის მეც იქ მივდივარ ხა და ერთად წავიდე წავიდე ვაიმე მოდი მიაკიდე მივადი ვაიმე და რო არ მიდის ვაიმე ხალხო ვიჩალეთ გასნაი ხალბატონო მე მოყვი რატო მე აქ ვარ და შესაბამისად გარედან ვერ შემოვა